გამარჯობათ, მეგობრებო. წავედი მეგობრებო. გავყვე უნდა ეხლა ჩემი ოღონდ ექიმთან. უცებ მე ყველაფერს ასე ჩქარა ვაკეთებ. ჩემთვის ნელა საქმე არ არსებობს. წავედით. Mapa. Პირსახობს იმი მაქვს. წამოიღეს უნდა დამაფინო. უბერია მაგარი გარეთ. რა სიგრილია და კაი. შევარ ახლა ლიფტში და მაინც რა დაიჭერს იქ. დროებით. მოვედი მეგობრებო. ტანზეც აღარ გამომიცლია. შევარდე უნდა აბანოში. სხვა საქმეებიც მაქვს, მოვალაგებ, უცებ სარეცხიც დავკეცე ახლა ავიღე. ის სურათი მიყვარს. რატომ მიყვარს არ ვიცი, მაგრამ მიყვარს. სურათში სურათია და რაღაცნაირად ჩემთვის ორიგინალია. ჩემთვის ასეა, არ ვიცი, მიყვარს. ხო ის არ შეიმჩნიოთ იქ მიდევს. კი ეს ზედმეტია, მაგრამ იყოს ადგილის გამო სხვა გამოსავალი არ არის და იმიტომ. უადგილობა გვაქვს ჩვენ. წეს თუ რამე მოვახერხეთ, ნახოთ. ვიტყვით დავგეგმავთ, რომ ამის გაკეთება გვინდა, იმის გაკეთება გვინდა, სხვა რაღაცა იჩენს თავს. იქ კარადის თავზე რაც დევს, იმას ვამბობ, ზედმეტია ნამდვილად. ხო და თუ შევკერეთ ის გარდერობი, თუ მოვახერხეთ, თუ მაშინ მაგის ადგილი გადაინაცვლეთ სხვაგან. მაგრამ არ ვიცი მეგობრებო, მართლა რა არის არ ვიცი, ვიტყვი რომ ამას გავაკეთებთ მეთქი, აქ კი არ ვამბობ ვიდეოში, ზოგადად ვამბობ. დავგეგმავ და მე არ არსებობს რომ ის გავაკეთო, რაღაცა სხვა იჩენს უფრო მეტი საფიქრალი და პრობლემა თავს ვიდრე ის და ასეთ შევა ყველაფერი. არა უშავს, კი არ ვნერვულობ არაფერზე, უბრალოდ ეხა იქ დავინახე და ცუდად ჩანს მართლა იქ არ მომწონს, რა თქმა უნდა არ მომწონს. ხო და მაგაზე ვთქვი, თორემ არც ვწუწუნებ, არც ვნერვიულობ, რაც იქნება, ის იქნება, მივყვები ცხოვრებას. მორჩა. ნერვიულობა რომ რამეს აკეთებდეს და ნერვიულობით რომ საქმე გამოდიოდეს, მაგის მეც არაფერს არ ვიზამ. მაგრამ არა. ნერვიულობა უნდა ჩავაბარო ისტორიას. ეს ასე დავგეგმე, ასე უნდა წავიყვანო მე ცხოვრება. ასე მოვალ თქვენთან. ამაზე კარგს ვერაფერს ვერ ვიზამ ახლა. ხო. ვიცი თქვენც არ მოგეწონებათ და დაინახავთ და შეამჩნევთ რა თქმა უნდა და ამიტომ სანამ თქვენ იტყოდეთ მე გეტყვით. არა, ჩემი მაყურებელი ისეთი არ არის. ცუც არაფერს არ მეუბნება, ყოველთვის კარგს მეუბნებით. ძალიან დიდი მადლობელი ვარ თქვენი. მაგრამ ისე, მე ხო ვიცი რომ არ არის ლამაზი. ხო, გვიანია ახლა ისედაც 10-ის ნახევარია. 10-დან 11-მდე კი იცით რომ ამ შუალედში მე ყველაფერი უნდა მოვასწრა რომ მერე დავიძინო.
ხო, რადგან ერთმა ჩემმა მაყურებელმა მთხოვა რომ კრემის რეცეპტიც გვითხარიო, ვიტყვი აქ და რამდენად მოახერხებს ნახვას არ ვიცი, მაგრამ დავუტოვე იქ რომ ახალ ვიდეოში იქნება მეთქი. ვიტყვი მეგობრებო, 1 ლიტრ ძეში 9 სუფრის კოვზი ფქვილი და 8 სუფრის კოვზი შაქარი. ეს ერთმანეთში კარგად აურიეთ და აადუღეთ და ცოტა ხანს იდუღოს. აქით 1 პაჭკა კარაქი, ანუ 250 გრამი კარაქი, კარგად ამოიყვანეთ მიქსერით, შეურიეთ 2 გუშიონი, 2 ცალის გუშიონი. ესეც ცოტა ამოიყვანეთ და მერე ეს ფაფა ცივი შეურიეთ, ამაში დამატეთ ვანილი, 2 ცალი და მშვენიერი კარგი კრემი გამოვა. ეს წინა ვიდეოში მქონდა, მე იქ სხვანაირად გაკეთებული, იმიტომ რომ ბევრი მინდოდა და გავყე სხვადასხვა რაღაცისთვის და ეს ყოფნის მთელ ერთ ტორტს. გამოდის ბლომად კრემი. ხო და ამ ვიდეოსაც ასე ჩავამატებ, მეგობრებო, ეს იმ ადამიანისთვის, ვინც მთხოვა რომ კრემის რეცეპტიც დაგვიტოვეო. იმ ადამიანისთვის დავტოვებ და სათაურშიც დავტოვებ, რომ იქნება ნახოს და ეხლა იქ რომ დამეწერა ძალიან დიდი ბევრი წერა უნდა და ნახავს ალბათ ჩემ ვიდეოებს, რადგან უყურებს. ხო, გონი ავხსენი ლამაზად. ამოიყვანთ კარგად და всё, ძალიან კარგი და გემრიელი კრემი გამოდის. სხვა მეგობრებო, რა გითხრათ, დროში ვარ უკვე შეზღუდული. იქ სადაც ვიყავი, ერთი და იგივე ადგილას დავდივარ და იქ ვერაფერი ვერ გადავიღებდი განსხვავებულს და იმას აღარ გადავიღე, ის აღარ გადავიღე იქ რაც უკვე ბევრჯერ გაჩვენეთ, გზად მომავალმა გადავიღე და ჩაგიგდებ იმ ვიდეოს, რაც გადავიღე და ჩემთვისაც გასაკვირი იყო კი არა და თქვენთვისაც რაღაც მინდოდა გადამეღო და სულ სხვა რაღაც და მომყვა იქ. ხო და მეტი ვერაფერი ვერ მოვიტანე დღეს თქვენამდე, რადგან დღეს ასე გამომივიდა რომ მომიწია გასულები, ჩემ ხვარსაც გავყევი ამირანს და მერე იქიდან წავს და მოგვიწია კიდევ სხვაგან გასულად, იქაც გავედი და იქიდან კიდე გასასეირნებლად მომიწია წასვლა. ამიტომ ვეღარ მოვიტანე სხვა არამე განსხვავებული ვიდეო, მაგრამ უთქვენოთ მაინც არ დავჩებოდი და რაღაც რომ არ მომეტანა, ამას მაინც ვერ ვიზამდი. საჭმლის ვიდეოსაც დაგიტოვებთ. ასე რომ მეგობრებო, გემშვიდობებით, მშვიდობიან ღამეს გისურვებთ, ხვალ მოვალ, რაღაც მოახერხო იქნება და რაღაც სხვანაირი ვიდეო მოვიტანოთ. ნახოთ, ხვალე თუ წვიმარი კიდევ ვერ გავალგარეთ და ნახოთ, აბა რა იქნება. ექიმთან სიარული სულ მიწევს ამ 15 დღის განმავლობაში. 2 დღე ვიარეთ უკვე და დარჩა 13 დღე. სულ მიწევს გარეთ გასვლა, მაინც გინდა თუ არ გინდა და ნახოთ, აბა რაღაცა ახალით მოვიდე იქნება. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ კიდევ ერთხელ და აბა კარგად. მიყვარხართ ყველა. ხო, ეხლა ბოლოში დაგიტოვებთ იქ გზად რაც გადავიღე და მერე დაგიტოვებთ კერძის გაკეთების ვიდეოსაც. ერთად იქნება ორივე. დღეს ვარ გარეთ გასასეირნებლად, მოვედი აგერ სპორტულ დარბაზთან და გადამეღო მინდოდა აგი, მაგრამ ამაზე საუკეთესო რას გადავიღებდი, აი ქალაქში. ტრასაზე პირდაპირ ბაგრატიონის ქუჩაზე. აი. ოჩოლა, შემოვხედე? სპორტული დარბაზის მაგია გაჩვენეთ. ლამაზი ძროხები. ნახეთ, როგორი დაღრუბლულია დაღამდამ. გვიან გავედი და დამეღამდა უკვე. სანამ სახლში მივალ და გავამდება. მაგრამ კაია, ისეთი სიგრილეა.
მოვედი ეზოსთან. ნახეთ რა ლამაზია. ვარდები. ჩემი ეზოსთან არის და აქ რომ მოვდივარ ამ ვარდებს ვეფერები. ისევ გამარჯობა მეგობრებო, ისევ ხომ თქვი მაცივარს გავაღებ და რაც მომყვება იმით რაღაცას გავაკეთებ მეთქი. აი გაჩვენებთ ახლა რა მომყვა და როგორ ვაპირებ გაკეთებას. იქნება ჩემზე უკეთესადაც იცით, უბრალოდ მე რასაც ვაკეთებ, იმას გეუბნები. იქნება კი არა და ყველა მეცით ჩემზე უკეთესად, რა თქმა უნდა. აი გაჩვენებთ ახლა. კარტოფილი გარეცხილია გამზადებული, დავჭრი ახლა ამას. ეს ერთი ცალი ბადრიჯანი მარილში მაქვს, ამოვწურავ და გავრეცხავ. ქინძი და მაკიდო. ეს ერთი ცალი მწვანე ბულგარული, ერთი წითელი, ხახვი, ნიორი 2-3 კბილი და ნახევარი წარე პირბილი და კან გაცლილი პამიდორი. ამას დავჭრი ახლა კარგად. ახლა მეგობრებო, კარტოფილს მე დავჭრი კუბიკებად და დავიწყებ შეწვას ჩვეულებრივად ზეთში. დანარჩენს გაჩვენებთ რიგრიგობით. აი, დავჭერი კუბიკებად. ჩვეულებრივად დავაყრე მარილს. მე ცოტა მარილს ტაფაზე ვაყრი, რომ არ აშიშხინდეს. ცოტა შევაყრი მარილს ოღონდ. ეს გამოსაცვლელი მაქვს მეგობრებო, რაღაც სხვანაირი უნდა ვიყიდო, თორემ მან ჟანგი არ არის, მაგრამ რაღაცნაირად იდებს და ჩემთვისაც მიუღებელია და არ მომწონს, რა თქმა უნდა. და თქვენი თვალიც კარგად დაინახავს, რომ ეს არ არის მავიწყდება სულ რომ კარი დავხურო და ვიდეოს ჩაწერა ისე დავიწყო, თორემ რამხელახმა იყო ნახეთ. ჩვეულებრივად დავახურავ თავს და შევწვა და ოდნავ შეწვაზე რომ მივა, რომ კარტოფილი ცოტა აყდება, აი მაშინ ჩავაღრი ბადრიჯანს. ასეც ამოვწურო ახლა, კარგად. გავრეცხო და გავამზადო. ბადრიჯანზე კანი არ გამიცლია, კანიანად მაქვს დაჭრილი, ამოვწურე, გავრეცხე, გავამზადე. აჯაბსანდას არ ვაკეთებ მეგობრებო. შემწვარს ვაკეთებ კარტოფილს ოღონდ ამგენის ერთად. ნახავთ როგორიც არის. ხავს მე იცით რატომაც ვაბლენდერებ და არ ვჭრი და ისე არ ვაკრი. ვაბლენდერებ არა, ჩოფერში ვჭრი. სულ მეშლება არა. არ ვიხმაურებ. ესეც გავამზადე. ზუსტად ჭირდება წამი. სხვათა შორის გაზი ახლა გავხეხე და მერე დავიწყე საჭმლის კეთება, მაგრამ არა უშავს. დავჭრა ახლა ესეც.
გამომზადო. მე იცით რომ ყოველთვის ვაკეთებ ცოტ-ცოტას. რაც აღმომაჩნდება, იმით უნდა გავაკეთო. არა მეგობრებო, რაც აღმომაჩნდება არა, უბრალოდ შეიძლება რომ რაც გაქვს იმითაც გააკეთოთ კერძი. თორემ ეხლა მართლა რაც მეორს მირჩევნია ეხლა წვრილად დავჭრა. მეორიც დავჭერი, პირპილიც, მწვანე პირპილი მქონდა და ეხლა ამას ვუკეთებ, თორემ ისედაც შეიძლება მწარეთ გაკეთება, რა თქმა უნდა. უბრალოდ ლაპარაკობ და თქვენამდე მომაქვს, თორემ ჩემზე უკეთესად იცით ყველაფერი. დავჭერი არ ჩანს აქედან ხო? დავჭერი პომიდორი, დავჭერი მწვანილიც, გავამზადე, მოდი ასე გამოვიტანო გამოჩნდეს. ამასაც შეამჩნევდით რომ ტაფა გამოვცვალე, იმიტომ რომ მირჩევნია იმაზე შევწვა კარტოფილი, ვიდრე ეს ტაფა ხშირად გამოვიყენო ასეთ შემწვარებში და მალე გავაფუჭო. თუმცა ყველაზე უკეთესად ეს წვავს კარტოფილს. მაგრამ ახალი ნაკიდი მაქვს და ცოტას ვუფრთხილდები. არ ვიცი რამდენად გასაკვირი იქნება თქვენთვის, მაგრამ მაინც. ანუ რომ შეიწვა კარტოფილი, მერე გადმოვიტანე ამაში. ეხლა ამას ჩავუმატებ ბადრიჯანს. და ხავს. თავისთავად გროვდება, შიგანში გავრეცხა. კარტოფილს რადგან მარილი აქვს, ბადრიჯანი კი გავრეცხე, მაგრამ ამასაც მაინც შეწება მარილი, მეც არაფერს არ ვუშვები. მეც აღარ მომატებ მარილს და მე შევხედავ ბოლო ექნება და თავს იმჭარ. ბადრიჯანი და კარტოფილიც უკვე შეიწვა. ეხლა დავაყრი ნიორს, პირპილს და ბულგარულს. ამას ბევრი არ უნდა, მალე გავთიშავ. ბულგარული რომ გადაცხელდება, საკმარისი იქნება. გაჩვენეთ როგორია.
აი მეგობრებო, გაჩვენებთ როგორია ეს არ არის აჯანყსანწვარი კარტოფილი. ნახეთ როგორია შეტიწყინებული. ახლა ამას დავაყრი პამიდორს, დავახურავ თავზე, ჩაშუშდება, კვერცხს ამოურევ, კიდე გადავაცხელებ და მოვჭრ. რამესაც დავაყრი, გაჩვენებთ. მეგობრებო, რადგან შემწვარ კარტოფილს უხდება სვანური მარილი ან აჯიკა, სულ ოდნავ ვუკეთებ, სულ ოდნავ. აი, ძალიან ცოტას. და გაჩვენებთ ახლა როგორ გამოიყურება. აი, შემწვარი კარტოფილია ბოსტნეულში და არის ცოტა სისველი. ბადრიჯანი აძლევს ხორცის გემოს, თუ არ გინდათ საერთოდ არ გავუკეთოთ ბადრიჯანი. თეთრზე აღარ გადმოვიღებ, გაჩვენებთ უკვე გავხიშავ გასაც. ძალიან გემრიელია მეგობრებო. საერთოდ არ აქვს აჯანყსანდალის გემო და ეს არის შემწვარი კარტოფილი, ცოტა წვნიანი და არა მშრალი კარტოფილი. ჩვენ ძალიან გვიყვარს. სცადეთ, გააკეთეთ, მართლა გემრიელია. ეხლა უტრიალე და დავრეცხო ჭურჭელი შიგაში კივრეცხე, მაგრამ მაინც არის. აბა დამიწერეთ როგორ მოგეწონათ ჩემი კერძი ვიზუალურად. მართლა ძალიან გემრიელია. როგორ აგიხსნათ, შემწვარი კარტოფილი არის ბოსტნეულში. ის შემწვარი რომ არის და მე ამას ურევ შიგნით, საერთოდ სულ სხვა გემო აქვს. ბადრიჯანი შეგიძლიათ არ უქნათ. მე მქონდა გავაკეთე. მე ასე ზოგჯერ რაც მოუყვება მაცივარში, ერთი მეორეში გადაურევ, გადმოურევ, გავაკეთებ კერძს. მერწმუნეთ, ბევრჯერ მაქვს გაკეთებული და ძალიან მოწონთ და უყვართ და ჭამე. რა ვიცი, აბა თქვენ თუ მოგეწონებათ, გააკეთეთ და მითხარით როგორია.